მოგესალმებით ჩვენი საერთო ქართული საქველმოქმედო ფონდის ძვირფასო მეგობრებო. ფონდის, რომლის მსგავსიც მთელი ყოფილი SSRK-ის ტერიტორიაზე, სადაც თითქმის 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, არ არსებობს. დღევანდელი დღე კი, რა თქმა უნდა, პირობითია. რადგან არ მახსოვს თარიღი, როდის მივიღე გადაწყვეტილება ფონდის დარეგისტრირების თაობაზე. მაგრამ დოკუმენტების მიხედვით ლეონიდ ჩერნოვეცკის სახელობის საქველმოქმედო ფონდი 12 აპრილს დარეგისტრირდა. დღეს სიმართლე გითხრათ, ეჭვმეპარება სახელწოდების სისწორეში. რადგან თავიდან არ მჯეროდა, რომ ქართველები ჩემგან მართლაც მიიღებდნენ თანაგრძნობას, იმპულსს ცუდად მცხოვრები ადამიანების მიმართ. ასეთი საქართველოში კი თითქმის 60%-ია. რადგან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა ყოფილ SSRK-ში. დიახ, დამავიწყდა მეთქვა. თქვენ რა თქმა უნდა მადლობა გადაუხადეთ უფალს ცხოვრებაში ახალი დღისთვის. გილოცავთ ამას და ასევე იმ ფაქტს, რომ ფონდი მუშაობს. დღეს კი ის ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევს ჩემი სახელის დაკარგვისა და თქვენი სახელის მოპოვებისკენ. თქვენი სახელი, თქვენი გული, თქვენი თანაგრძნობა, თქვენი სიყვარული ღმერთის მიმართ, რადგან მაშინ როცა ეხმარებით სხვა ადამიანებს, არა დედასა და მამას, რომელთა წინაშეც ვალდებულნი ხართ, ან შვილებს, რომლებიც გიყვართ, არამედ მათ, ვისაც არ იცნობთ და ვინც ამისთვის მადლობას არ მოგახსენებთ, თქვენ აღებთ საკუთარი გულის კარს, სიყვარულის უსაზღურო სივრცეს, რადგან ღმერთი სიყვარულია. დიახ, მას თითოეული ჩვენგანი უყვარს. და ის, რასაც დღეს აკეთებთ, როცა ეხმარებით ჩემს გუნდს ამ შესანიშნავი პროგრამების განხორციელებაში, არადა ჩვენ უკვე გვყავს საკუთარი მსოფლიო ჩემპიონიც კი. წარმოგიდგენიათ, რა სასწაულებს ახდენს ფონდი. ეს წარმოუდგენელია. ვფიქრობ, მალე მოვა დრო, რომ ფონდს სახელს შევუცვლი. იმიტომ რომ მე არ მაქვს საკუთარი თავის განდიდების უხამსი სურვილი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრეზიდენტებსა და პრემიერებს ახასიათებთ. ცხოვრებაში ყველაფერი მქონდა. ჩემი სახელი არის ვიკიპედიაში. მომიხსენიებენ როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, 3-ჯერ პარლამენტის წევრი და 2-ჯერ კიევის მერი. არის სხვა უამრავი წოდება, რომლებიც არ მაღელვებს. სტატუსები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის ჩინოვნიკები დიდი სიამოვნებით იხსენებენ. ცოტა ხნის წინ წერილი ტრამპის თანაშემწეს მასკს მივწერე იმის თაობაზე, თუ როგორ უშვებს უზარმაზარ შეცდომას, როდესაც სურს ამერიკაში ჩინოვნიკების საქმიანობა განკარგოს. იქ ძალიან ბევრი ჩინოვნიკია, რა თქმა უნდა ქურდობა იქ როგორც ეს საქართველოში არ არის. მაგრამ ძალაუფლების მქონე პირები ყოველთვის აყვავდებიან ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ ქვეყანაში ისინი, როგორც იტყვიან ხოლმე, ამინდს ქმნიან. მე მას თავისი მომავლის სურათი დავუხადე. თუ მას კი ჩინოვნიკებს შეებრძოლება, რამდენიც არ უნდა სთხოვოს მას ტრამპმა ან სხვა ადამიანებმა. ის შეიძენს მოწინააღმდეგეთა არმიას. მას შეიძულებენ. ჩინოვნიკებს აქვთ ცოდნა სხვადასხვა ინსტრუქციებისა და ყველანაირი სისულელის, რომლებიც მიიღეს სხვა პრეზიდენტებმა. მათ შეუძლიათ პრობლემები შეუქმნან ნებისმიერ ბიზნესს,
ბიზნესმენის პოლიტიკაში წასვლა არ შეიძლება. მას ფეხქვეშ გათელავენ. სხვა თემაზე გადავედი. ახლა უამრავ ბედნიერ სახეს და ფოტოს ნახავთ. ეს ყველაფერი თქვენ ხართ. ეს თქვენი გულებია. ეს არის თქვენი გზა შემოქმედისკენ. ის კი ის არ ივიწყებს ასეთ რამეებს. მალე 74 წლის გავხდები და გულწრფელად გეტყვით, საკუთარი თვალით მინახავს სასწაულები. ღმერთთან მისვლისთანავე დავინახე ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. ახლა მსურს მივულოცო ჩემს თავს და თქვენ, რომ საუკეთესოები ვართ ყოფილი SSRK-ის ტერიტორიაზე. მინდა დავეხმარო სხვა ფონდებს, იმუშავონ წესების მიხედვით. ჩვენ შევიმუშავეთ ისინი. გსურს დავეხმაროთ ყველას, ასე რომ გელით. მთავარია სხვისი ფულის მოპარვის სურვილი არ გქონდეთ. რადგან ეს დიდი ცოდვაა და მე არ მინდა ვინმეს ცოდვაში ჩათრევა. ჯერ არავინ დაგკავშირებია. უფალცებარებოდნენ, მაგრამ ფონდის სახელის შეცვლა მინდა. არ მსურს საკუთარი თავის გამოყოფა იმ ფონდში, რომელიც არსებობს. ის მალე იარსებებს მხოლოდ თქვენი ფულით. იმიტომ რომ პირველივე დღიდან დავისახე მიზანი, როგორც კი მუშაობა დავიწყე. თუმცა არ მჯეროდა რომ ეს შესაძლებელი იყო. რომ ერთად, რადგან ხელისუფლება ახლო მომავალში არ დაინტერესდება, როგორ ცხოვრობს და როგორ იტანჯება მშიერი ოჯახი. 100,000-დან ერთ-ერთი. თანაგრძნობა მხოლოდ ღმერთისგან მოდის. ამის მიღება კი, როცა გაქვს ძალაუფლება, ბიუჯეტი, რომელიც რეალურად ეკუთვნის ხალხს. თუმცა ეჭვმეპარება ბევრმა გამიგოს. ყოველთვის მინდა ლექციები წავიკითხო პირდაპირ ეთერში და სიამოვნებით ვისაუბრებდი პირდაპირ მთელი საქართველოს მასშტაბით. ვუპასუხებდი კითხვებს, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო მდიდარ ქვეყანად. ამას დიდი დრო არ უნდა, მით უმეტეს რომ საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს. მათ არ შეუძლიათ ციხეში ჩამსვან რაღაცის გამო, რასაც ვაკეთებ და მერე მოიფიქრონ, რომ გადასახადებს არ ვიხდი. მომაწოდეთ იდეები. რა დავარქვათ ფონდს, რადგან მალე მასთან არანაირი შეხება აღარ მექნება. მე აღარ ვიქნები და არ მსურს დამიმახსოვრონ, როგორც დამფუძნებელი. ჩემთვის ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ჩემს პატიოსან და გულწრფელ სიტყვას გაძლევთ. ვერ იამაყებ საკუთარი თავით, თუ მთელი სახელმწიფოს სისტემურ მუშაობას ვერ მიაღწევ. მე ამის დრო აღარ მაქვს. აღარ მაქვს. უკრაინაში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც ვიყრიდი კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში და გარწმუნებთ, შემიძლია აგიტაცია. ხალხს სიმართლე გავუზიარო და ისინი დამიჯერებენ. სწორედ ამიტომ ამირჩიეს წარმოუდგენელი წარმატებით, უფრო მეტმა ადამიანმა მომცა ხმა ვიდრე რომელიმე პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს ან პარტიას საქართველოში. და მაინც ყოველ ჯერზე ზედიზედ 3-ჯერ, 4-ჯერაც კი. მაგრამ მეოთხედ აღარ წავედი, მერად დავინიშნე. უმაღლეს საბჭოში ეს მარტივი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ჩემს ვალდებულებებს ვასრულებდი და ყოველი არჩევნების შემდეგ იზრდებოდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ხმას მაძლევდა. ასე რომ გაგვიზიარეთ ვარიანტები თუ რა დავარქვათ ფონდს, რათა ის არ იყოს ასოცირებული ქართველთან, რომლის მიმართაც ორაზროვანი დამოკიდებულებაა. რადგან ეს უკვე მენეჯერის მიდგომაა. მენეჯერის. ყველას უნდა უყვარდეს ეს სახელი, ეს ადამიანი. ასე რომ მოიფიქრეთ. მე კი სანამ ცოცხალი ვარ, სანამ ვსუნთქავ,
ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული. ბევრი განსხვავებული აზრი მიტრიალებს თავში. დამიჯერეთ. უკრაინაში არასოდეს ყოფილა ადამიანი ხელისუფლებასთან კავშირის გარეშე, რომ შეძლო ბიზნესის შექმნა, რომელიც შემდგომ გაყიდა თითქმის $1 მილიარდ. არა, არ იყო არც ერთი. ყველა დანარჩენი ქურდია. ამის გარანტიას გაძლევთ. მე კი არც ერთი ისეთი საქციელი არ ჩამიდენია, რის გამოც ხალხის წინაშე მრცხვენია. არა. თუმცა, იცით, ეს ისეთი საკითხია. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ყველაფერი, რაც გსურთ. დასვით კითხვები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახლა თქვენგან სწორი სახელი მჭირდება. ეს თქვენი ფონდია. ამიტომ თქვენ დაარქვით. წარმატებები ყველას და გილოცავთ ამ ჩემი აზრით დიდ მოვლენას. იმიტომ რომ ეს არ გავს ვინმეს არჩევას და შემდეგ მასში იმედგაცრუებას. ფონდი ყოველთვის იქნება და ყოველთვის სიხარულს მოჰკვრის თქვენი და თქვენი შვილების გულებს. აი ასე. მე კი ჩემი ამოცანა ხალხის დიდი რაოდენობა გავააქტიურე. ჩვენ თითქმის მილიონობით გამომწერი გვყავს და საიტზე 100,000. ასეთი მონაცემები სხვა არც ერთ ფონდს არ აქვს. საქართველო მხოლოდ წინ. წარმატებები, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და არ დაგავიწყდეთ. საღამოს მშობლებს დაურეკოთ. ისინი ელიან თქვენი ხმის გაგონებას. დროებით.